როგორც დრამერი ყოველთვის მაუცებდა რიტმის ძალა. ის მუსიკის გულისცემაა. ძალა, რომელიც გვამოძრავებს. მთელი ცხოვრება პერკუსიის კვლევას და იმ საზღვრების გადაწევას დაუთმე, რისი მიღწევაც შესაძლებელია ჯოხებითაც ტყავით. მაგრამ არსებობს სხვაგვარი ბითი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობს. ის, რომელსაც დოლზე კი არა სხვაგვარ ინსტრუმენტზე უკრავენ, ადამიანის სხეულზე. ეს არის ბიტბოქსინგი. რიტმისა და ბგერის შექმნის ხელოვნება ადამიანის ხმის გამოყენებით. როგორც დრამერი მოხიბლული ვარ ამ ხელოვნებით და იმით თუ როგორ ედრება ის ჩემს საქმიანობას. შეუძლია თუ არა ადამიანის სხეულს მართლაც გაუწიოს კონკურენცია დრამ კომპლექტის ძალას. არტურთან ერთად შევხვდებით ბიტბოქსერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა უკეთ გავიგოთ ბიტბოქსინგის ისტორია და მისი გავლენა თანამედროვე მუსიკაზე. საუნდფილდი. დღეს ხვდები Carnage the Executioners, მინეაპოლისის ბიტბოქსინგის ლეგენდას. ის მთელ მსოფლიოშია ნავყოფი ტურნეს ფარგლებში. დღეს თან მაქვს ჩემი დრამები, რათა ერთად შევქმნათ რაღაც. რამდენჯერმე უკვე დავუკარი მასთან ერთად ჯემ სესიებზე. მაგრამ დღეს განსაკუთრებული დღე იქნება. აი ისიც. მიხარია შენი ნახვა ძმაო. დიდი ხანი გავიდა არა? ჰა. რა არის ყველაზე გავრცელებული მცდარი შეხედულებები ბიტბოქსინგის შესახებ? პირველი რაც მახსენდება, ეს არ არის მუსიკა. ბევრი ამბობს, რომ ეს პირით ხმაურის გამოცემაა. ბევრი ადამიანი არ ამბობს იმას, რომ ეს პირველ რიგში მუსიკაა. არ ვეთანხმები. ვფიქრობ, რომ ხმაურიც მუსიკალურია. ყველა ინსტრუმენტი გამოსცემს ხმაურს და ის მუსიკად იქცევა. კიდევ ერთი მცდარი შეხედულება ის არის, რომ თითქოს ყველას არ შეუძლია ბიტბოქსის სწავლა. მაგრამ ნებისმიერ შეუძლია ისწავლოს, როგორ გადააქციოს საკუთარი თავი ინსტრუმენტად. და მე მჯერა, რომ ბიტბოქსინგი სწორედ ეს არის. ეს არის ხელოვნება, რომლითაც შენი სხეული ინსტრუმენტად გარდაიქმნება. პირით, ხელით და სხეულით მუსიკის შექმნის ხელოვნება უძველესი დროიდან იღებს სათავეს. მაგრამ როგორც ჩვენ ვიცით, ბიტბოქსინგის კულტურა არ გაჩნდა 70-იან და 80-იან წლებამდე. იმ დროს სიტყვა ბიტბოქსი გამოიყენებოდა დრამ მანქანების სახსაწერად, როგორიცაა CR 7020 ან ლეგენდარული TR 808. ასე რომ, როდესაც ადრეულმა პიონერებმა დაიწყეს პირით დოლის ხმების მიბაძვა, ეს ცნობილი გახდა როგორც ადამიანური ბიტბოქსინგი. ახლა ნიუ-იორკში ვართ, ბიტბოქსინგის სამშობლოში, მაგრამ ჩვენ გადავკვეთავთ ჰადსონის მდინარეს და გავემგზავრებით ჯერსი სიტიში, რათა ვესტუმროთ ბიტბოქს ჰაუსს. ბიტბოქსერების კოლექტივს, რომელმაც არაერთი მსოფლიო ბრძოლის ჩემპიონატი მოიგო. ჯგუფი ბრუკლინში 10 წლის წინ დაარსდა და 5 ძირითადი წევრისგან შედგება. ჯინ შინოზაკი, კენი არბანი, ნეიპალმ, ამით და კრის სელის. საზღვრების გადამწევი ჯგუფი ამბობს, რომ მათი მიზანია ამ ხელოვნების ხელახლა ბრენდინგი. როგორც ვიცი, ჯგუფი შენ შექმენი. მოგვიყევი ამის შესახებ. ჩვენ გვინდოდა ადგილი, სადაც ბიტბოქსერები მოვიდოდნენ, რომ ეკეთებინათ ბიტბოქსინგი. ჩვენ ერთმანეთს ყველა შეჯიბრზე ვხედავდით. მუდმივად ხუთეულში ვიყავით. ამიტომ ვთქვით, მოდით ჯგუფი შევქმნათ. როდესაც ამ საქმეს იწყებს, მართლაც უცნაურია, რადგან მარტო ხარ, მაგრამ იცი, რომ ნამდვილად მოგწონს და აგრძელებ. გინდა რომ შენაირი სხვა ადამიანებიც იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ბიტბოქს ჰაუსის წევრებმა სახელი მსოფლიო ბრძოლების ტიტულების მოგებით მოიხვეჭეს, მითხრეს, რომ მათი ფოკუსი შეიცვალა ორიგინალური მუსიკის შექმნაზე და ამერიკული ბიტბოქსინგის კულტურის მსოფლიო სხვა ნაწილებში ექსპორტზე. რასაც ახლა ვაკეთებთ, ეს არის ძირითადად მუსიკის პროდიუსირება. ჩვენ ვქმნით ამ ელექტრონულ ტრეკებს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ჯინმა სინთეზატორი აირჩიოს და დაარეგულიროს, ჩვენ უბრალოდ ვიყენებთ ჩვენ ხმას. რა არის ის მცდარი შეხედულებები, რაც ხალხს ბიტბოქსინგის შესახებ აქვს? რომ ეს წვეულების ხრიკია. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. ხალხი ამბობს, ეს მაგარი წვეულების ხრიკია არა? თუმცა შენ ხმას გამოსცემ. ჩვენ ვცდილობთ ხალხს ვაჩვენოთ, რომ ბიტბოქსი მუსიკაა. სწორედ ამით ვართ დაკავებულები.
დღეს ბიტბოქსინგი საერთაშორისო მოვლენაა გლობალური ბრძოლების სცენით, რომელიც ონლაინ მილიონობით მაყურებელს იზიდავს. ბიტბოქსინგი გვხვდება ჰიპ-ჰოპ სიმღერების ჩანაწერებშიც. მანგზა იპოვა ჰიპ-ჰოპის მიღმა არსებულ სიმღერებშიც, როგორიცაა ტომ იორკის ეს სიმღერა. მაშ როგორ გაიზარდა ბიტბოქსინგის ხელოვნება და გახდა ასეთი გავლენიანი? ყველაფერი კი ჰიპ-ჰოპის ადრეულ დღეებში დაიწყო. იმ დროს ბიტბოქსინგი დრამ მანქანების ალტერნატივად იქცა, რომლებიც არ იყო ძალიან ხელმისაწვდომი. ადრეული ბიტბოქსერები დრამების ხმების მიბაძვას სწავლობდნენ, როდესაც დრამ მანქანები ხელმისაწვდომი არ იყო. ბიტბოქსერები MC-ებს თან ახლდნენ ქუჩებში საიფერების დროს, სცენაზე, შოუზე და ჩაწერილ სიმღერებში. მაგრამ ბიტბოქსინგი არ დარჩენილა მხოლოდ თანხლებ ინსტრუმენტად. საბოლოოდ ის მთავარ მოვლენად იქცა. პიონერებმა, როგორიცაა დაგი ფრეშ, ბაფი და ბიზმარკი, ბიტბოქსინგი ახალ სიმაღლეებზე აიყვანეს. სცენაზეც და სტუდიაშიც მისი ჩართვით. დაგი ფრეშისა და სილკრიკის ტრეკი ლადი დადი ისიერ კლასიკად და ჰიპ-ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დასემბლილ ტრეკად იქცა. რატომ არის ბიტბოქსინგი მნიშვნელოვანი ჰიპ-ჰოპის ისტორიისა და კულტურისთვის? ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ყოველთვის თან გაქვს. ეს არის უმარტივესი გზა, რომ გახდე ჰიპ-ჰოპის კულტურის ნაწილი. ახლა ბევრი ამბობს, რომ ბიტბოქსინგი მხოლოდ ჰიპ-ჰოპი არ არის. ეს არის EDM-ი. საწყვავო მუსიკა, ბლა ბლა ბლა, მაგრამ მე მაინც ვგრძნობ, რომ ბიტბოქსინგი კვლავ ჰიპ-ჰოპია, რადგან ჩემთვის ჰიპ-ჰოპი არ არის მხოლოდ მუსიკალური სტილი. ეს კულტურაა. ბიტბოქსინგი წარმოიშვა იმ კულტურიდან, სადაც ადამიანები ჩაგრულები იყვნენ და ცდილობდნენ ხმის ამოღებას. საკუთარი თავის გამოხატვას. ბიტბოქსინგი კი სწორედ ეს არის. გამოხატვის ფორმა. ბიტბოქსინგის ხელოვნების ზრდასთან ერთად უფრო მეტმა არტისტმა დაიწყო წვლილი შეტანა ინოვაციებით და ახალი ტექნიკის შექმნით. მაგალითად, არტისტები როგორიცაა კენი მუჰამედი, რაზელი, ვაისი, დიკ როსი, ქიდ ლაკი და მრავალი სხვა. ქიდ ლაკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მენტორი და მასწავლებელი იყო სცენაზე ამომავალი სხვა ბიტბოქსერებისთვის. 90-იანი წლებისთვის ბიტბოქსინგი კარგად იყო ცნობილი. Queen Latifahმაც კი ბიტბოქსინგით დაიწყო ჯგუფში Ladies Fresh. ბიტბოქსინგის პოპულარობის ზრდასთან ერთად ანდერგრაუნდ ბრძოლების სცენებიც გაჩნდა. კენი მუჰამედი და რაზელი ვარსკვლავები გახდნენ ბრძოლების სცენაზე. ამან ხელი შეუწყო საზღვარგარეთ ბიტბოქსინგის პოპულარობის გავრცელებას, სადაც შეჯიბრებები ტარდებოდა მთელ მსოფლიოში. მე მქონდა შესაძლებლობა შევხედროდი მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლებს. ბიტბოქს ჰაუსის წევრებმა ყველამ კარიერა საერთაშორისო ბრძოლების სცენაზე ასვლით დაიწყო. ბიტბოქსინგის მთავარი გზა შეჯიბრებებია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. მათ სურთ ამ საქმეში ჩართვა და ხედავენ, რომ ეს საუკეთესო გზაა. ამიტომ ფიქრობენ, კარგი, დროს დავუთმობ იმის სწავლას თუ როგორ უნდა გავაკეთო ეს. რადგან ჩვენც ასე მოვიქეცით. ჩვენი მიზანი იყო მსოფლიო ჩემპიონატი მოგვიგო, გრანდ ბიტბოქსი მოგვიგო და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ბიტბოქსინგი სენსაციად იქცა ონლაინ, სადაც ბრძოლების ვიდეოებმა და YouTube-ის გაკვეთილებმა მილიონობით ახალი ფანი მოიზიდა. რადგან საზოგადოება აგრძელებს ზრდას, სცენას უფრო და უფრო მეტი ქალი იპყრობს და ტიტულებს იგებს. მაგალითად, კეილა მილედი, DJ ჰერში, პეჩენ კატა და მრავალი სხვა. ნეიპალმს ათობით ბრძოლის ტიტული აქვს. ამიტომ არ შემეძლო ხელიდან გამეშვა შესაძლებლობა, რომ მისთვის ბიტბოქსის სწრაფი გაკვეთილი მეტყობა. ძალიან ნერვიულობა ამ კითხვის დასმით, მაგრამ შეგიძლიათ რამე მასწავლოთ. რამე მარტივი. მე მომღერალი ვარ, ბიტბოქსერი არა. საბაზისო არის Boots and Cats. ასე რომ პირველი არის ბი. თქვენ უბრალოდ უნდა გამოსცეთ მკვეთრი ბი ბგერა. გააკეთეთ ეს ხუთჯერ. თულია. კარგია. შემდეგი არის T და S ერთად. და შემდეგ დაამატეთ ცოტა და ბოლო არის K. უბრალოდ ასე. ეს თითქმის იდეალურია. უბრალოდ მეტი ენერგია უნდა ჩადოთ. დიახ, ახლა ეს სამი ბგერა უნდა შეაერთოთ. მიდი გააგრძელე. კარგია. მაგარია.
ჩვენ ვიცით, როგორ დაიწყო ბიტბოქსინგი, მაგრამ მე მაინც მინდა ვიცოდე, როგორ ეძრება ის დრამზე დაკვრას. ასე რომ შესამოწმებლად მე კარნეჯის ცხენის მეგობრული თამაში ვთხოვე. ვფიქრობდი, კარგი იდეა იქნებოდა ცხენის თამაში. გამოძახება და პასუხი. შენ რაღაცას გააკეთებ და მე შევეცდები, რომ შენი გაკეთებულია გავიმეორო. კარგი. მოდი დავიწყოთ. მაგარია. კარგი, მოდი შევცვალოთ. კარგი? მაგარია, ძალიან მომწონს, ძალიან. როგორ ფიქრობ, ვისაც უფრო რთულია, ბიტბოქსერისთვის დრამების ხმების იმიტაცია თუ პირიქით? ბიტბოქსერის ხმის იმიტაცია. ალბათ ფიქრობ, რომ ეს შენთვის ისეთივე რთულია, როგორც მე ვფიქრობ, რომ ჩემთვისაა. ზუსტად იმიტომ, რომ მე ვგრძნობ, რომ ჩემი პირი რაღაცების გაკეთებას ვერ ახერხებს. და შენ ალბათ ფიქრობ, ჩემი ხელები ვერ აკეთებს იმას, რასაც მისი პირი აკეთებს. ჩემი ფეხი ამას ვერ აკეთებს. ეს არ არის ორმაგი კიკი. ეს არის სამაგი ან რაღაც ასეთი. მოკლედ რაც არის. დღეს ბიტბოქსინგი ცხოვრობს როგორც ჰიპ-ჰოპის საწყისებში, ისე მის მიღმა. ბიტბოქსინგის ისტორია ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაკმაყოფილდე იმით, რაც გაქვს. და სწორედ ამიტომ იქცა ის ასეთ ინოვაციურ ხელოვნების ფორმად. ბიტბოქსინგის ინოვაციური სული არის ის, რის გამოც ის 40 წელზე მეტია არსებობს. და რის გამოც ის მომავალში ციცოცხლებს. It's the Beatbox House, and you're now watching Soundfield PBL. გახმოვანებულია ვინილი ჯისმიერ. Out when I bleed. This is fantastic. What you gonna do now, ladies? Yep. What you gonna do now? This is fantastic. Gaetano.